რუსეთის ბირთვული ძალების წვრთნები, თურქეთის ახალი საზღვაო კანონი, აფრიკაში ებოლა ვირუსი დაბრუნდა, ადოლფ ჰიტლერი ჩვენს ლიდერების რუბრიკაში. სულ რამდენიმე წამში მოგიყვებით, მე ნუგზარ რუხაძე ვარ. გამარჯობა. რუსეთმა და ბელორუსმა ერთობლივი სტრატეგიული ბირთვული ძალების წვრთნები ჩაატარა, რომელიც უკრაინაში ომის გამწვავების პერიოდს დაემთხვა, ანუ როცა მხარეებმა ერთმანეთის დედაქალაქებს დრონებით შეუტიეს. კიევზე შეტევები არ წყდება. მოსკოვს იშვიათად უტევს უკრაინა, რადგან მოსკოვი ფრონტის ხაზიდან შორსაა და მას კარგად იცავენ. თუმცა, როგორც ჩანს, უკრაინულმა დრონებმა გაარღვია მოსკოვის დაცვის სისტემა. შეტევის დროს რამდენიმე სამოქალაქო პირი დაიღუპა და ინფრასტრუქტურა დაზიანდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, უკრაინული დრონები ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან მოფრინდნენ. უკრაინელები ამ დერეფას უკვე კარგახანია იყენებენ. რუსეთმა ბალტიისპირეთის ქვეყნები გააფრთხილა, რომ დრონების შეტევაზე პასუხის გაცემა მოუწევს. სწორედ ასეთ ფონზე დაიწყო რუსულ-ბელარუსული წვრთნები, რომელშიც ორივე ქვეყნის ბირთვული სამხედრო დანაყოფებია ჩართული და ორივე ქვეყნის ტერიტორიაზე ტარდება. წვრთნებში გამოიყენება თანამედროვე საბრძოლო საშუალებები, საგანგებო საბრძოლო მასალები და საავიაციო დანაყოფები. ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების გაშვება რუსეთის საცდელ პოლიგონებზე ხდება. განიხილება ბელარუსის ტერიტორიაზე განლაგებული ბირთვული იარაღის ერთობლივი გამოყენება. შეგახსენებთ, რუსეთმა 2023 წელს ბელარუსში ბირთვული იარაღი განალაგა. წვრთნებში თითქოს არაფერი საგანგაშო არ უნდა იყოს. რუსეთიც და ნატოც ხშირად ატარებენ ასეთ წვრთნებს. მაგალითად 2025 წლის სექტემბერში რუსეთმა და ბელარუსმა ჩაატარეს ერთობლივი წვრთნები სახელწოდებით ზაპად 2025, რომელიც არასტრატეგიული ბირთვული იარაღის გამოყენების პრაქტიკას მოიცავდა. ნატო სამხედრო ძალები ყოველწლიურად ატარებს წვრთნებს ევროპაში განლაგებული ამერიკული ბირთვული იარაღის მქონე საჰაერო ქვედანაყოფებთან ერთად, რომელიც იტალიაში, ნიდერლანდებში, ბელგიაში, გერმანიასა და თურქეთშია განთავსებული, მაგრამ რუსეთის ბოლო დროინდელი წვრთნები მასშტაბით, მებრძოლთა რაოდენობითა და დროის მოცულობით სრულიად განსხვავებულია. მანევრებში მონაწილეობს სტრატეგიული ბირთვული ტრიადის ყველა კომპონენტი: სარაკეტო ძალები, სარაკეტო წყალქვეშა ნავები და შორი დისტანციის ავიაცია. წვრთნებში ჩართულია ჩრდილოეთისა და წყნარი ოკეანის ფლოტები, პეტერბურგისა და ცენტრალური ოლქის არმია, რომელშიც მონაწილეობს 65,000-მდე სამხედრო მოსამსახურე, 200-ზე მეტი რაკეტმტყორცნი, 140-ზე მეტი თვითმფრინავი, 73 ხომალდი და 13 წყალქვეშა ნავი, მათ შორის 8 სტრატეგიული სარაკეტო წყალქვეშა ნავი. რუსული მედიის თქმით, წვრთნები არის პასუხი ნატოს ბოლო დროინდელ გაზვიადებულ მოლოდინებზე, რომ ბრძოლის ველზე რუსეთს დაამარცხებს და ნატოს ზოგიერთი ქვეყნის ომში რეალურად ჩართვის მცდელობაზე. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა განაცხადა, რომ თუ ევროპა ასე განაგრძობს, რუსეთს მისთვის სერიოზული პასუხის გაცემა მოუწევს, რადგან ეს ცეცხლთან თამაშს გავსო. თურქეთის პარლამენტი ახალი საზღვაო კანონპროექტის განხილვას იწყებს, რომლის მიხედვით 44 წლის შემდეგ პირველად ძველი საზღვაო კანონი მნიშვნელოვნად იცვლება. პარლამენტში კანონპროექტი განსახილველად 1-2 კვირაში შევა. თურქულმა მედიამ გაოცება გამოხატა თურქეთის მთავრობის დაინტერესებით სასწრაფოდ მიიღონ ეს საჭოჭმანო კანონი, რადგან ახალმა კანონმა შესაძლოა ევროკავშირი, კერძოდ საბერძნეთი და კვიპროსი გაანაწყენოს. რატომ? საქმე ისაა, რომ მომავალი კანონი ეფუძნება ცნობილ დოქტრინას მავი ვატან, ცისფერი სამშობლო, რომელიც
2006 წელს ორმა თურქმა ადმირალმა ჩამოაყალიბა. დოქტრინის მიხედვით თურქეთი მსოფლიო საზღვაო ძალას წარმოადგენს. მისი მომავალი საზღვაო წყლებზეა დამოკიდებული და შესაბამისად მისი სასიცოცხლო ინტერესების ზონა უნდა გაფართოვდეს, რაც შავ მარმარილოსა და აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვებში თურქეთის ინტერესების ზრდას ნიშნავს. ეს კი პირდაპირ ეწინააღმდეგება მეზობელი ქვეყნების ინტერესებსა და საერთაშორისო საზღვაო კანონს. მაგალითად, უარყოფს გაეროს კონვენციას საზღვაო სამართლის შესახებ, რომლის რატიფიკაციისგან თურქეთი დღემდე იკავებს თავს. ეს სადავო დოქტრინა ერდოღანს არასოდეს არ აინტერესებდა. მხოლოდ 2016 წელს, როცა ცნობილ პუჩს გადაურჩა, ის ხმამაღლა ალაპარაკდა დოქტრინაზე. ახლა უკვე მისი დაკანონება სურს. რატომ მაინც და მაინც ახლა? არსებულ ნერყევ გეოპოლიტიკურ ვითარებაში თურქეთი მსოფლიო არენაზე თავისი ადგილის დამკვიდრებას ცდილობს. ამბიციების გაეზარდა. თურქეთი თავს არამხოლოდ რეგიონულ ლიდერად, არამედ მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან ქვეყნად და ერთ-ერთ გეოპოლიტიკურ პოლუსად წარმოაჩენს. ამაზე მეტყველებს თურქეთის მცდელობა გაზარდოს თავისი გავლენა სამხრეთ კავკასიაში, ცენტრალურ აზიაში, სირიაში, ლიბიაში, აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში. ირანის კონფლიქტი რომ დაიწყო, ერდოღანმა ძალიან საგულისხმო რამ თქვა. მსოფლიო ორ ჯგუფად გაიყო. ერთნი მაგიდასთან სხედან და მენიუს ნაირგვარი კერძებით ტკბებიან. მეორენი კი თავად შედიან მენიუში. ჩვენი მიზანია მაგიდასთან ვისხდეთო. ერდოღანის ასეთ პოლიტიკას ეწინააღმდეგებიან მისი მეზობლები, საბერძნეთი, კვიპროსი და ისრაელი. მოგახსენებათ, საბერძნეთს სწორედ რომ ტერიტორიების გამოაქვს თურქეთთან დიდი ხნის დავა. საბერძნეთმა თურქეთის ახალი საზღვაო კანონის შესახებ უკვე გამოთქვა შეშფოთება. საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საერთაშორისო აღიარებული სამართლებრივი ჩარჩოს მიღმა საზღვაო საზღვრების დადგენის ნებისმიერი მცდელობა წარუმატებლობისთვის განწერულია, რადგან გადამწყვეტი მნიშვნელობა 1982 წლის გაეროს საზღვაო სამართლის კონვენციას აქვს. ათენი ხაზს უსვამს, რომ კუნძულები საერთაშორისო სამართლის შესაბამისად კონტინენტური შელფისა და ექსკლუზიური ეკონომიკური ზონის განსაზღვრისთვის უნდა იქნას გამოყენებული. თურქეთი ეწინააღმდეგება ამ პოზიციას და ამტკიცებს, რომ საზღვაო საზღვრები ძირითადად მატერიკული სანაპირო ზოლის გასწვრივ უნდა გადიოდეს. ისრაელი შეშფოთებულია, რადგან ახალი თურქული საზღვაო კანონი საზღვარ შექმნის თურქეთის ტერიტორიულ წყლებსა და ისრაელის განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონას შორის. ეს ორი ქვეყანა ერთმანეთთან დიპლომატიურ კონფრონტაციაშია და დაძაბულობის შემსუბუქების იმედი არ ჩანს. ისრაელი და საბერძნეთი უკვე რამდენიმე წელია საერთო ძალებით უპირისპირდება თურქეთს. გასული წლის ბოლოს ისრაელის, საბერძნეთისა და კვიპროსის ლიდერები იერუსალიმში შეხვდნენ ერთმანეთს და არაერთ მნიშვნელოვან შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რომელიც პოლიტიკურ, დიპლომატიურ და სამხედრო ტექნიკურ თანამშრომლობას მოიცავდა. მანამდე საბერძნეთმა ისრაელის დახმარებით აქილევსის ფარის შექმნის შესახებ განაცხადა. საჰაერო თავდაცვის ეს ინიციატივა, რომელსაც ათენი ბერძნული თავდაცვის გულს უწოდებს, მათი უსაფრთხოების ძირითად ელემენტს წარმოადგენს. როგორც თურქეთის პრესამ განაცხადა, ერდოღანს არ უნდა ამ ქვეყნებთან სერიოზული კონფრონტაცია, მაგრამ სურს მათ თურქეთის ინტერესები გაითვალისწინონ. ეს ეხება ხმელთაშუა ზღვაში გაზის საბადოებს. თუ ყველაფერი კარგად წავა, თურქეთი გეგმავს სულ მცირე დაბლოკოს ნებისმიერი გაზის პროექტი იმ ურთიერთობაში, რომელშიც ის არ იქნება ჩართული. ისტმედის გასცადენი უკვე ფაქტობრივად შეჩერებულია. ზუსტად იმიტომ, რომ თურქეთის საზღვაო ფლოტს ნებისმიერ მომენტში შეუძლია შექმნას პრობლემები ამ პროექტთან დაკავშირებით. უარეს შემთხვევაში აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვა გადაიქცევა ზონად,
სადაც ანკარის თანხმობის გარეშე ვერც ერთი კაბელი, მილსადენი ან საბურღი დანადგარი ვერ შეძლებს გავლას. წყალქვეშა გასადენი თურქეთისთვის დიდ ფულს ნიშნავს. ამავე დროს თურქეთს ერთი ისტორიული შიში აქვს. ენერგეტიკული დერეფნის მიღმა არ დარჩეს. აფრიკაში, კერძოდ კონგოსა და უგანდაში ებოლა ვირუსი დაბრუნდა. დაავადების ეპიცენტრი კონგოს იტურის პროვინციაა. ოფიციალური მონაცემებით ამ დროისთვის გარდაცვლილთა რიცხვი 100-ზე მეტია. ავადმყოფობა კი 300-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა. შემთხვევათა რაოდენობა მატულობს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კონგოში ებოლას აფეთქება საერთაშორისო საგანგებო მდგომარეობად გამოაცხადა. ებოლა მძიმე დაავადებაა, რომელიც პირველად 1976 წელს აღმოაჩინეს. ვირუსის სახელი მდინარე ებოლას სახელთანაა ასოცირებული, რადგან ის იმ რეგიონში აღმოაჩინეს, სადაც ეს მდინარე მიედინება. დაინფიცირება დაავადებული ადამიანის ცხოველის სისხლთან, სისხლის კომპონენტებთან, დაბინძურებულ გარემოსთან ან საგნებთან კონტაქტის შედეგად ხდება. დაავადება ხშირად ფატალურად მთავრდება. სიკვდილიანობა 90%-ს აღწევს. ინფექციის დამახასიათებელი ნიშნებია: უეცარი ცხელება, ძლიერი სისუსტე, კუნთების თავისა და ყელის ტკივილი, ღებინება, ფაღარათი, გამონაყარი, თირკმლისა და ღვიძლის ფუნქციის გაუარესება და ზოგ შემთხვევაში ერთდროული შიდა და გარე სიზღლდენა. ებოლა ვირუსით ინფიცირება დასტურდება მხოლოდ ლაბორატორიული ტესტირებით, რადგან ის სხვადასხვა შტამით ვრცელდება. შესაბამისად, საერთო ვაქცინა არ არსებობს. მიმდინარე აფეთქება გამოწვეულია ბუნდი-ბუგიოს შტამით. არსებული ვაქცინები მის წინააღმდეგ უსარგებლოა, თუმცა სხვა შტამზე, მაგალითად ზაირისის შტამზე მუშაობს. ბუნდი-ბუგიოს შტამმა დღემდე 2 აფეთქება გამოიწვია. 2007 წელს უგანდაში და 2012 წელს კონგოში. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია შეშფოთებულია ეპიდემიის მასშტაბებითა და ტემპით. ექსპერტების თქმით, რადგან დაავადება მჭიდროდ დასახლებულ პუნქტში დაიწყო, მისი გავრცელების სისწრაფე ძალიან მაღალია. ერთადერთი გზა ამ ეტაპზე ინფიცირებულების სწრაფი იზოლაცია და უსაფრთხოების მკაცრი ზომებია. ასევე ექსპერტებმა შეშფოთება გამოთქვეს, რომ ვირუსი როგორც ჩანს კვირეების განმავლობაში უკონტროლოდ ვრცელდებოდა იმ ტერიტორიაზე, სადაც კონტაქტების კვალის დადგენა სავარაუდოდ უკიდურესად რთული იქნება. იტურის ოქროს საბადოები ბევრ მიგრანტ მუშახელს იზიდავს, სადაც ასევე კონფლიქტის შედეგად იძულებით გადაადგილებული ადამიანების დიდი რაოდენობა ცხოვრობს. ოფიციალური მონაცემებით მხოლოდ ბოლო თვეებში 100,000-ზე მეტი ადამიანი გადაადგილდა იძულებით, რამაც შესაძლოა ვირუსის გავრცელებას შეუწყოს ხელი. ბევრმა ქვეყანამ ებოლა ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად უკვე მიიღო შესაბამისი ზომები. ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა გამოსცა ბრძანება, რომელიც შეერთებულ შტატებს საშუალებას აძლევს ქვეყანაში შესვლაზე უარი უთხრან იმ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც ბოლო 21 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ კონგოში, უგანდაში ან სამხრეთ სუდანში. ბრძანება ძალაში 30 დღის განმავლობაში იქნება. რეგიონის რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის რუანდა, ასევე დაიწყო შემომავალი მოგზაურების შემოწმება და გაამკაცრა საზაზღვრო კონტროლი. აფრიკის ქვეყნების ოფიციალური წარმომადგენლებისა და ექსპერტების თქმით, ვირუსის გავრცელებას ხელი შეუწყო გაუმართავმა ჯანდაცვის სისტემამ. მოგეხსენებათ, აფრიკის ქვეყნების უმრავლესობა უკიდურესად ღარიბია. მათ არ გააჩნიათ საჭირო ჯანდაცვა. წინათ მათ ამერიკა ეხმარებოდა. ტრამპის ადმინისტრაციამ ეს დახმარება მინიმუმამდე დაიყვანა, რამაც აფრიკისთვის მძიმე შედეგები გამოიწვია. კლინიკები დაიხურა, მედიკამენტები და ჯანდაცვის მუშაკები გაქრნენ, სიკვდილიანობის რიცხვი გაიზარდა. მოგვიანებით ტრამპის ადმინისტრაციამ USAID-ის
ზოგი პროგრამა აღადგინა, მაგრამ ებოლას ეპიდემიისთვის ეს პროგრამა უკვე დაგვიანებულია. ოფიციალური პირების თქმით, დაგვიანებული რეაგირების ერთ-ერთი მიზეზი ტესტირების არასაკმარისი შესაძლებლობა იყო. იტურის პროვინციაში არსებული აპარატურით ებოლა ვირუსის მხოლოდ ყველაზე გავრცელებული ტიპის ზაირისის ვირუსის ტესტირებაა შესაძლებელი. ამიტომ საწყისი შედეგები მუდმივად უარყოფითი იყო. როდესაც ნიმუშები საბოლოოდ კონგოს დედაქალაქ კინშასაში გაიგზავნა, იქ ბუნდი-ბუგიოს ებოლა ვირუსის აფეთქება დადასტურდა. ამიტომ ექსპერტების აზრით დასავლეთმა აუცილებლად უნდა გააგრძელოს ამ საკითხში აფრიკის დახმარება, რადგან შესაძლოა ვირუსი უკონტროლო გახდეს და დასავლეთშიც გავრცელდეს. კონგოს მთავრობამ და მოსახლეობამ დიდი მადლიერება გამოხატა ქრისტიან მისიონერთა ორგანიზაციების მიმართ, რომელმაც დახმარება არ შეწყვიტა. ადოლფ ჰიტლერის სახელი ისტორიაში შევიდა როგორც ბოროტებისა და სისასტიკის სიმბოლო. ვინ იყო ადამიანი, რომელმაც კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე სისხლის მღვრელი და დამანგრეველი ომი წამოიწყო და რომლის სახელი მილიონობით ადამიანისთვის წყევლის საგნად იქცა. ადოლფ ჰიტლერი 1889 წელს ზემო ავსტრიის ქალაქ ბრაუნაუ ამ ინში დაიბადა. მამამისი ალოის ჰიტლერი საბაჟოს მოხელე იყო, დედა კლარა პოლცლი დიასახლისი. პოლიტიკური კარიერის დასაწყისში ჰიტლერი მისი ოჯახის ამბავს საიდუმლოდ ინახავდა. პირველ რიგში იმიტომ, რომ ინცესტით დამძიმებული წარმომავლობა აწუხებდა. დედა და მამა ახლო ნათესავები იყვნენ, რის გამოც ალოის ჰიტლერს ქორწინების ნებართვის აღება ვატიკანში მოუწია, რადგან ადგილობრივი საეპისკოპოსო ქორწინების ნებართვას არ აძლევდა. ადოლფის მამის წარმომავლობას კითხვებს აჩენდა. იგი ადოლფ ჰიტლერის ბებიის ანა მარია შიკლგრუბერის უკანონო ვაჟი იყო. ამიტომ ადოლფის მამა 40 წლამდე დედის გვარს ატარებდა. ვინმე იოჰან ჰიტლერმა მისი მამობა მხოლოდ მოგვიანებით აღიარა. ჰიტლერის პოლიტიკური მოწინააღმდეგეები ამბობდნენ, რომ ჰიტლერს ებრაელი და ჩეხი წინაპრები ჰყავდა, თუმცა აღმოჩნდა, რომ ეს ამბავი სიმართლეს არ შეესაბამებოდა. მისი გვარი ხან როგორც ჰიუტლერი, ხან ჰიდლერი, ხან გიდლერი და ბოლოს როგორც ჰიტლერი ისე იწერებოდა. მას მამასთან ცუდი ურთიერთობა ჰქონდა. ნათქვამი აქვს, მამა ტირანი იყო. დედა კი ძალიან უყვარდა და უჯერებდა. ადოლფის მამის სამსახურის გამო ოჯახი ხშირად იცვლიდა საცხოვრებელ ადგილს. საბოლოოდ ქალაქ ლინჩში დასახლდნენ. პატარა ადოლფი ზარმაცი მოსწავლე ყოფილა. მხოლოდ ხატვა და ისტორია აინტერესებდა. ერთხელ კლასში ჩარჩა. 14 წლის რომ იყო, მამა გარდაეცვალა და სკოლა მიატოვა. მაშინ ჰიტლერი სოციალური და დედის ფინანსური დახმარების წყალობით ცხოვრობდა. 1907 წელს დედამისი სიმსივნით დაავადდა. მას ადოლფი და ოჯახის ექიმი ედუარდ ბლოხი უვლიდა. ბლოხი ებრაელი იყო, თუმცა ჰიტლერი მას დიდ პატივს სცემდა. ბლოხი დედამის უანგაროდ მკურნალობდა. კლარა ჰიტლერის სიკვდილის შემდეგ ჰიტლერმა ბლოხის ამაგი არ დაივიწყა. ძალაუფლებაში მოსვლისთანავე ბრძანება გასცა ექიმისთვის ხელი არ ეხლოთ. მოგვიანებით მისი დახმარებით ბლოხი ემიგრაციაში წავიდა. ჰიტლერი მას კეთილშობილ ებრაელს ეძახდა. ჰიტლერმა ვენის სამხატვრო აკადემიაში ჩაბარება გადაწყვიტა, მაგრამ ორჯერ ჩაიჭრა. აკადემიის პროფესორები უნიჭო მხატვრად მიიჩნევდნენ. 1909 წელს უსახსროდ დარჩენილი ადოლფ ჰიტლერი იძულებული გახდა ჯერ უსახლკაროთა თავშესაფარში და მერე მამაკაცთა საერთო საცხოვრებელში ეცხოვრა. მაშინ ის მცირე ზომის ნახატების გაყიდვით ირჩენდა თავს. ვენაში ცხოვრების დროს ჰიტლერი ულტრა რადიკალურ პოლიტიკურ წრეებს დაუახლოვდა. მას მიაჩნდა, რომ მისი ნამდვილი სამშობლო გერმანიის იმპერია იყო და საცხოვრებლად მიუნჰენში გადავიდა. ამით მან ავსტრია-უნგრეთის არმიაში სამსახურიც აიცდინა თავიდან. ჰიტლერს გერმანულ ნაციონალურ არმიაში სამსახური ეწადა
და 1914 წელს პირველი მსოფლიო ომის დასაწყისშივე მოხალისედ ჩაეწერა ბავარიის შეიარაღებულ ძალებში. არმიაში ის განსაკუთრებული დისციპლინით გამოირჩეოდა. ოფიცრების მიმართ მისი უსიტყვო მორჩილება მის თანამებრძოლებს აღიზიანებდა. 1918 წლის 15 ოქტომბერს ომის დასრულებამდე რამდენიმე კვირით ადრე ჰიტლერი ქიმიური აირით თავდასხმის დროს დროებით ორივე თვალით დაბრმავდა. ომის დამთავრების შემდეგ რადიკალებს დაუახლოვდა და მათი აქტიური წევრი გახდა. ჰიტლერი არ იყო უსახო და ბანალური კაცი. უმაღლესი არ ქონდა დამთავრებული, მაგრამ ქვეყნის ისტორიის დიდ ცოდნას ამჟღავნებდა. ქარიზმატული ორატორიც იყო. ადამიანებს მარტივად ხიბლავდა. ჰიტლერის საზოგადოებრივი აღმასვლა გერმანიის სახელმწიფო კრიზისს დაემთხვა. ისეთი დრო იყო, გერმანელი შიმშილისა და სიღატაკისგან თავის დასახსნელად ეშმაკს მიჰყიდდა სულს. სწორედ იმ დროს გამოჩნდა ადოლფ ჰიტლერი ასპარეზზე. გერმანიამ თავი კი დაიხსნა კრიზისიდან, მაგრამ ვაი იმ დახსნას. გამარჯვებას სხვათა მიწების დაპყრობა, საკონცენტრაციო ბანაკების შექმნა, დოვლათის ექსპროპრიაცია და ზოგიერთი ერის მოსპობა მოჰყვა. ჰიტლერის ბრძანებით 6 მილიონამდე ებრაელი გაწყდა. უცნაურია, მაგრამ გარეგნობით არც თუ გამორჩეული ჰიტლერი ქალებშიც პოპულარობით სარგებლობდა და არაერთ რომანტიულ ურთიერთობაში იყო გაბმული. თუმცა ამბობენ, სულ არ ყოფილა დიდი ემოციებისა და სიყვარულის კაცი. საქციელიც არანორმალური ჰქონდა, რაც ყველაზე მეტად საკუთარ დისშვილთან ურთიერთობაში გამომჟღავნდა. გოგონას გელი რაუბალი ერქვა. სტუდენტობაში ქალაქ მიუნხენში ბიძასთან გადავიდა საცხოვრებლად. ჰიტლერს მოეწონა ენერგიული და მიზანდასახული გოგო, მაგრამ დღემდე უცნობია ქონდა თუ არა ჰიტლერსა და რაუბალს ფიზიკური ურთიერთობა, მაგრამ ჰიტლერი მას როგორც გადარეული ეჭვიანი ქმარი ისე ექცეოდა. დრამას ახალგაზრდა ქალმა ვერ გაუძლო და თავი მოიკლა. რაუბალის სიკვდილმა დიდად იმოქმედა ადოლფ ჰიტლერზე. მან ქალის ტანსაცმელი და ნივთები ერთ ოთახში შეაგროვა და განაცხადა, ოთახი მის ხსოვნას ეძღვნებაო. ფიურერის ერთადერთი მეუღლე ევა ბრაუნი იყო. ჰიტლერმა იგი ჯერ კიდევ რაუბალთან თანაცხოვრებისას გაიცნო. 17 წლის ევა ბრაუნი ჰიტლერს მისმა დამსაქმებელმა ნაცისტური პარტიის ფოტოგრაფმა ჰაინრიხ ჰოფმანმა გააცნო. სიცოცხლის ბოლო დღემდე ევა ბრაუნი ჰიტლერის აღიარებული პარტნიორი იყო, მაგრამ მათი ურთიერთობის ამბავი შინაურ წრეს არ სცდებოდა. ქალი დროის უმეტეს ნაწილს ცურვასა და თხილამურებით სრიალში ატარებდა. ძალაუფლებაში რომ მოვიდა, ჰიტლერს კუჭის წყლული დაემართა, რის გამოც ვეგეტარიანელად იქცა და წევას დასმას თავი დაანება. სხვებსაც იგივე წესით ცხოვრებას ურჩევდა. თამბაქოსთან მისმა ბრძოლამ საქვეყნო მასშტაბს მიაღწია. სახელმწიფო მოხელეებს თამბაქოს მოხმარება აეკრძალათ. ჰიტლერი ჰიპოქონდრიკი გახდა. ათეულობით დაავადებას მკურნალობდა და წამლების მთელ წყებას იღებდა. მსოფლიო ფრონტზეც ცუდად იყო საქმე. ჰიტლერი გენერლებს არ უჯერებდა და თავის ნებაზე იქცეოდა. ისინი აფრთხილებდნენ, რომ გერმანია ყველასთან ბრძოლას ვერ გაუძლებდა, მაგრამ ჰიტლერს მსოფლიო ბატონობა სურდა. უკმაყოფილება ნელ-ნელა იზრდებოდა. შედეგად მის წინააღმდეგ არაერთი შეთქმულება განხორციელდა, მაგრამ რაღაც მანქანებით ჰიტლერი უვნებელი რჩებოდა. 1945 წლის მარტში პარკინსონით დაავადებულმა ჰიტლერმა წითელი არმიის საჰაერო თავდასხმის დროს ბუნკერს შეაფარა თავი. 19 მარტს ფიურერმა ეგრეთ წოდებული ნერონის ბრძანება გასცა, რომლის მიხედვით უკანდახეულ გერმანელ მებრძოლებს ომს გადარჩენილი ინფრასტრუქტურა უნდა გაენადგურებინათ. ბრძანების შესრულებას ხელი შეიარაღების მინისტრმა ალბერტ შპეერმა შეუშალა. 1945 წლის 22 აპრილს, როცა დამარცხება გარდაუვალი გახდა, ჰიტლერი პანიკამ მოიცვა. 1945 წლის 29 აპრილს ჰიტლერმა ევა ბრაუნზე იქორწინა. მეორე დღეს კი ცოლ-ქმარმა
სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ადოლფ ჰიტლერს ერთი ძმა და ორი და ჰყავდა. ძმასთან ალოის უმცროსთან კარგი ურთიერთობა არ ჰქონდა, რადგან მან ირლანდიელი ქალი შეირთო და ინგლისში დასახლდა. წყვილს ორი ვაჟი შეეძინა. უფროსი უილიამ პატრიკ ჰიტლერი ამერიკაში გადასახლდა, რადგან ნაცისტებს ვერ იტანდა. საზღვაო სამსახურში ჩაეწერა და ომის დროს გერმანიის წინააღმდეგ იბრძოდა. მისი პატარა ძმა გერმანიაში გაიზარდა და პირწავარდნილი ნაცისტი გახდა. ის ვერმახტის ბრძოლებში მონაწილეობდა საბჭოთა ტერიტორიაზე. 1942 წელს ტყვედ ჩავარდა და იმავე წელს მოსკოვის ბუტირკის ციხეში გარდაიცვალა. ადოლფ ჰიტლერის და პაულა ჰიტლერი 1960 წლამდე გერმანიაში ცხოვრობდა. დღეს ასე დავასრულებ. მადლობა ყურადღებისთვის. მე ნუგზარ უხაძე ვარ და მომავალ შაბათამდე გემშვიდობებით. ნახვამდის.